სტამბოლში ტიტების ყოველწლიური ფესტივალი თანამედროვე ფენომენია. მისი განხორციელება დაიწყო მხოლოდ 2006 წელს, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო სხვადასხვა ფერის მილიონობით ნათელი ტიტის დარგვა მთელს ქალაქში. ამ დროს ტურისტების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია. სტამბოლში ცნობილი ტიტების ფესტივალი ტრადიციულად 1-დან 30 აპრილამდე იმართება. ტიტების საგვარეულო სახლი ცენტრალური აზიის მთიანი რეგიონებია, მათ შორის ჰამირ ალაი და ტიან-შანი. სწორედ აქედან გავრცელდა ტიტების ბოლქვები ახლო აღმოსავლეთში. იგი აბრეშუმის გზის გავლით შემოვიდა. მე-11 საუკუნისთვის ტიტები უკვე სელჩუკთა კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მასზე პოეტებიც საუბრობდნენ თავიანთ ლექსებში და წერლები თავიანთ ნაწარმოებებში. პირველი ცნობები ტიტების მასობრივი გაშენების შესახებ ოსმალეთის სულთან მეჰმედ მეორე დამპყრობლის მეფობის დროინდელია. დაიპყრო ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. მან სერიოზულად დაიწყო ქალაქის იერსახის აღდგენა. ტიტები იმ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმბოლოდ იქცა. თურქულად ტიტებს ლალე ჰქვია. ეს სიტყვა მომდინარეობს სპარსული ენიდან და ნიშნავს ღვთის ყვავილს. თავად ოსმალეთის სულთნები ტიტებს ატარებდნენ როგორც ძალაუფლების, სიმრავლისა და სიმდიდრის სიმბოლოს. სტამბოლის ძველი ქალაქის უდიდესი პარკი ოდესღაც ტოპკაპის სასახლის კომპლექსის ნაწილი იყო და დღემდე ახსოვს ტიტების ხანის დიდებული დრო. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვის გამო გულხანის პარკი ალბათ ყველაზე პოპულარული ფესტივალის ადგილია სხვა დანარჩენ პარკებთან ერთად. ჩვენს გულხანის პარკს ვესტუმრეთ, ჩვენს მეგობართან, თურქეთელ ქართველთან ბატონ ორხან ბერიძესთან ერთად. იგი დღეს ჩვენი მასპინძელია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა ის სეზონია სტამბოლში, როდესაც ყვავის ტიტები და ტიტების ფესტივალს ეძახიან. აი ტიტების ფესტივალიც აქ იმართება, მინდა დაგათვალიერებიოთ, თუ რა სილამაზეში შემიძლია გამოგზაუროთ. და ამისთვის ძალიან ბევრი ტურისტი იყრის ხოლმე თავს. სწორედ აქ ტიტების ფესტივალს ყოველთვის ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი ხდება ხოლმე. ულამაზესია აქაურობა. ოსმალეთის იმპერიის ისტორიის მთელ პერიოდს ეწოდა ტიტების ხანა, თურქულად ლალე დევრი. უიშვიათესი და ულამაზესი ჯიშების ბოლქვები ფაქტიურად ოქროში იცვლებოდა. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ აქ ყოველწლიურად სულ დაახლოებით 2.500.000 ტიტა ირგვება. უფრო მეტიც, ისინი თავსდება ნარცისების კუნძულებთან და სხვა კაშკაშა გაზაფხულის ყვავილებთან ერთად, რითაც ქმნიან ყველაზე უცნაური ნიმუშების მართლაც თავბრუდამხო მრავალფეროვნებას. Կախսոս եք լեքսի? Baxsın tamam işte bitir diye. Დათა შენი და გვირილების ურთიერთობა განსაკუთრებულია დედამიწაზე. Giriyle Muqas elina qalıyor. Şimdi şivili qals oru giriyle. ორი გვირილა ყავს. Ne gelenleri, ne gidenleri, yolu bağlıdır, kim haklıdır, kim günahkar. Biri çıktı gitti, biri öldü bitti. Kimi nefsi tok, kimisi çok tamahkar. Giden insan gelmez mi?
bir gün ölmez mi? Düşünen var mı? Geden insanı gelmez mi? Bu günahını bilmez mi? Ama bir gün ölmez mi? Düşünen var mı?